ხალხი ვეზოში სხვათა თამაშო ადგილი ვეღარ ნახე. მე გასწავით თქვენში ყვაზ და ეცა დაგიჭრით ამბულს და მე რეისუნეს. გასწავნა. Raga ჩემი პანჯარა ამოარჩიეს თქვენი. Tazо, Tazიას მოიბუჯებ ამდილ ადრიან, კარგი რა. Tazodია დედას გეიფცე დღეს ეჩავსავ. რამდენჯერ გითხრა ჭიშკართან გადაიტანე. ეს თო ხერი კარი. კლეროზი ხომ არ დაიწყი, Tazo. მამა შენის ბავშვობის დროიდან ერთი კარი ქიქოძის ფანჯრის ქვეშ იყო, მეორე შენი ფანჯრის ქვეშ. გაუკეთე რკინის ბადე ჩემსავით და მოისვენებ რა ბიჭო. ჩემ მამტერმა იცხოვრა გალიაში. Tazodია საღამოდის უსათუოდ ჩავსა. საღამო არ ვიცი მე ახლა ვეიღე ზომები. ზომები ზეპირადვიზი 45-107-ზეა. ყველა გარეთაა გამოფენილი. როგორ გავხდე? შენեք ნუ გადარდე. როგორ ნუ მადარდე? თანაც შენმა ქმარმა რომ გაიგოს? მე რომ თან დავდივარ ისედაც ქვეყანა მიცი. ჩემ ქმარს მე გავეყარე. ოფიციალურად. იქნება იმას შერიგება უნდა. შერა შარზე ხარ? მე არსად არ მეჩქარება. სადილს გაგიკეთებ. სახლსაც დავალაგებ. მერე დავჯდეთ და ტელევიზორს უყუროთ. რომელ ტელევიზორს? სულ დამავიწყდა. შერა ქვისხანაში ცხოვრობ? როგორ აძლებ ტელევიზორს? ძალიან კარგად. Tazo. ჩემის თანაცოლი. გატყობს? აი ნორმალური ქალი. შენს ქმარს ჩემზე გაცვლის? მე შენ უფრო მომწონ ხარ. რამ შეგაწუხა Tazo? ტელევიზორის ყიდვა გადავწყვიტე. რომელს მირჩევ? ერთ ნორმალურ კაცს ვიცნობდი, რომელსაც უტელევიზოროდ შეეძლო ცხოვრება. რადგან ეს გოლოფი? ეხლა ნორმალური მაინც არაფერი არ აგვაქვს. მამუკა. თუ შეიძლება ეს უგაცრავად Tazo მაპატი. არასოდეს ქონია ტელევიზორი. არც ხო საინფორმაციო წყაროა. გაზეთიც კი არ გამომიწერია არასოდეს. აბა მე მოკვდი შენ კაი ტელევიზორს. კაი ბიჭი შანხარ. სიმაღლე იზეკო. კი. ნამდვილად. ეე. რა მარკა? ისეთი ტელევიზორია, რომ ჩართავ გამორთვა აღარ მოგინდება. აბა ჩვენ წესრიგმა ხალხმა თუ არ შეუწყოთ ხელი ერთმანეთს, ვინ იზრუნებს ჩვენს ეგას? ასე არა? შემეშვირა ბიჭა ჩემო. სამსონ. როდის გამოგიარ? მე მოდი. ივერიას ველოდები. ძალიან მაგარი ტელევიზორია. ამგაც რა უნდა და შენგან. დილდან წრიალებს შეჭამა ხალხი. მაგას შენ არ გიგეკითხება. და შენ საქმეს მიხედე კიდე. უყურეთ ამას. მოდი გიგეკითხა. გადაშენდია კიდე. უყურეთ შენ. შვიდიძე რაღაცა ყველაფერზე თუ ასე ინერვიული. არა, როგორ გამიმბედა ბიჭო? ამის შეჭო ასწავლი მაგაში. კარგი. თუ ყოფილა კაცი. მაგა. შენ არ გაიორდასი? ეს ვაშკიდან. აუ, მაგდენი მეგრული არ ვარ. როგორ ძილება მეგრული არ გიგას? მესმის, მაგრამ ყველაფერი არა, თბილისში გავიზარდე. ვასტა მეგრელა. რას მოვესწარი ამას? კარგადანებოდე. მოიცა ზიაკაცო, არ გეცხინა. აბა, გამოდი. როგორ გამწვად ვიჭამოთ და თითო ბოთლი ღვინოს დავაყოლოთ. თითო ბოთლი არა, აგვახამარა. ჯერ ტელევიზორი ხვალ ვენახა. კარგი, ნახოთ. თუ შორს არა. კირილე ბატონო, კვინტრაია. Tazona da raia. აგერა, სულაკო, ზორნა ბიჭზე. დამაძავენ. დამიჯე. დამიჯე. Tira marga yoldasse, te cosquidam.
გასავალი მაშენანები. ამერობა. ია მაგაგა. აგრემელოდე. გასგეთქვი, ტელევიზორი არაა ჩემი. პატრონს ავანსი თუ არ მიუტანი არ გამომატანს. მონაცემული 300 მენეთი ეყოფა? არა, 400 ჯობია. დიდი ჟმოტია. Kirile. 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 Tazო თქვენ აღარ გიზია? მე ვარ. ზია კირილემ გამოგზანა, წამომყევი. თვითონ სად არის? არ ვიცი, ესე მითხრა, ჭიშკართა რომ კაცი დგას, ეს ყუთი იმას მიეციო. თქვენ ხო თაზო ხართ? იცნობ ზია კირილეს. არა, სხვა დროს არ გინახავს? არა სოდეს. საერთოდ აბა მე რა ვიცი.
дружбы нашей недолгой, но было очень приятно познакомиться. Скоро мне предстоит обследование. Здоровья и сил тебе. Все будет хорошо. Спасибо и тебе, соседушка. Тазо, телефон. Не могу говорить. Я буду скучать по тебе и по каждой из вас. გისმენთ? თაზო, მე ვარ. მოვიდე? არ მოხვიდე, თავი მისკდება. მოვა და წამოს მოგიდა. დავლია უკვე წამალი. კი, მაგრამ სახლში რომ არ ქონდა? ახლა ვეგამოვა. არ მოხვიდე. საღამომდე. მადლობთ ხსენედით. არაფერს შვილი. გედელში ლიტველები გურული დაარტყამ სამჯარიმას დაარტყა ძლიერად და ერთი იაგურულის ბრწყინვალე დარტყმა ძლიერი დარტყმა მეგარისაგან მარცხენა კუთხეში ვნახოთ ერთხელ კიდევ რომლის შემდეგ ანგარიშში თანაბრდება საგამშენებლო სუკრისტოვი ივანაუსკასი ნარბეკოვასი ჩააწუდა საჯარო მომოედაზე მეგარის მოედნის წინააღმდეგ საკმაოდ მდგომარეობა და წყალდაწყობა მაინგედია საკმაოდ ჩააწუდა ლიტველებმა სუკრისტოვი ივანაუსკასი ლავიანოვსკოსი საჯარო მოედანი საკმაოდ მდგომარეობა და თამაში გრძელდება შეტევა გრძელდება და ბალტუშნიკაცმა გაიტანა ბურთი ძალიან კარგად ითამაშა სამ ეპიზოდში ლიტველებმა ნახოთ კიდევ ერთხელ ეს მომენტი 2-1 ლიტვის ნაკრების სასარგებლო. თორკაშვილია იქ. უბრიჩიანი ბურთით. ჩააწუდა. გურული თამაშობს დავით კაჭარავა. კახა კაჭარავამ. მას შემდეგ რაც შესანიშნავად ითამაშა გია გურულმა, ნახეთ. მაღალ ნახტოვში გაგზავნა ბურთი მეგარის მოედნის წინახასთან. და კაჭარავამ შეძლო მეგარისათვის ბრძოლა და 2-2. ეს მოხდა მატჩის დამთავრებამდე 9 წუთით ადრე. შენ ხარ? სადა ხარ აქამდე? არა. წამალი მოგიტანე. აი. მოხდა რამე? ხდება? მიტინგია? არა, ფეხბურთია. ვინ თამაშობს? ლიტვას ეთამაშებია მგონი. ო. ეს თამაში გუშინ არ იყო? როგორ ფრიარ დამთავრდა? მეორე ბურთი კაჭარავამ გაიტანა 91 წუთი. თამაში უკვე წაგებული მეგონა. ახურებ, აი. აზმა 27 მაისი დასავლეთ ტრიბუნა. შევჯამდე წავალ. 27 მაისი არ ვიცი მე. ჩემი თვალით ვნახე ტელევიზორში მეორე ბურთი კაჭარავამ გაიტანა. აბა ეს ხალხი სად მიდის? კარგით რა თქვენი ბავშვი ვარ. დაეცაკა. იცის ხოლმე.
უნერვიულობს 2-2 დამთავრდება მაინც თამაში. მეორე ბურთს გაჭარბება გაიგებს. 91 წუთი. Не скрывай, скажи правду. Да отстань ты. შეიძლება? მოდი თასო, ტელეფონი პანჯარაზეა. არა, ტელეფონი არ მინდა. დაძვი. ქსენედაიძე თბილისს უყურებთ? აბა როდის იყო მოსკოვი ქართულად ლაპარაკობდა. ერთი წუთით გადავთევ რა. ქსენედაიძე, პროგრამა რა გაქვთ? მან თიქნება გაზეთებში. დღეს შაბათია რა? ხო, შაბათი. ბურჭულაძის კონცერტი დღეს არ არის? პატა ბურჭულაძე ხალმღერის კვირას. საოცარია. დღეს თბილისის იპოდრომზე გათამაშდა კავკასიის დიდი პრიზი. მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სასომხეთის, დაღესტნის, ჩეჩენო-ინგუშეთის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ჩრდილო-ოსეთის გუნდები. მოქმედებდა ტოტალიზატორი. მოგება 6000 მარეთი წილად ხვდა ქსენედაიძე, ტუეში დავრეკავ რა. დარეკევში. ალო, ტუესია? ლერმონტოვის ქუჩაზე დენი გამოირთო. აკადემიკოს ჭეიშვილის ლაბორატორიიდან გაწუხებთ ქალბატონა. აქ მიმდინარეობს ურთულესიც და ფიზიკოსები გვესწრებიან ამერიკიდან და გერმანიიდან. რას იფიქრებენ ისინი? გიჩივლებთ იწოდეთ. Коно побежал праздновать успех. А я напомню вам, вот посмотрите, напомню обязательно, вот следует подача в штрафную. Мяч поднимается над площадью ворот, и 7-й номер сверху вниз по волейбольному головой бьет мяч перед Пумпидо, ударяется о газон. Ну, из вратарской практики, конечно, это всегда неприятно, когда вот так мяч отскакивает. Но вратарь такого класса, вратарь команды чемпионов мира, обязан был его, конечно, просто-напросто забрать в руки. მე მithვახ კატონა მე რამდენი თქვენი საქმე 300 მანეთი კარგი 300 მანეთი იყო კამერუნი მოუგებთ არგენტინას 1-0 აი ჩემი პოინტი შენ ზო საქმე არა გაიარე ვითომ რატომ ჩემ ფულს რა ნომერი არა აქვს 500 რა 500 აიღე მოიდა აჰა მიიღე ესეც 1000 უნდა მოწყობს
როდის გამოვიარო? შენი სახელი. ჩაზონა და რაია. როდის გამოვიარო? საათზე გამოვივლი რა. ისე შეგვიძლია აღარ გამოიარო მეგობრებო. თვითონ რატო? აი უფროსი კაცის ხსოვანი და ის გეტყვის რატომაც. ისე მართლა შეგიძლია აღარ გამოიარო გენა. აჰა, ყველაფერი ნაგვარია. ნახოთ. ამერული რა ეს. ისე ჩამოვიდა. კაჯია ვინ არის? სკოლას ვერ ისწავლი ვერასოდეს. დათმარდი. ანგარიში სიზმარში ვნახე. რომელ სიზმარში? მე მგონი გუში მთელი ღამე არ გვიძინია. საქმეც მაგაშია, ღამე არაფერი მესიზმრება. დღე, ანუ უფრო საღამოს მესიზმრება ხოლმე. სურათი პასპორტისთვის გინდათ თუ ჟურნალის გარეკანისათვის? პასპორტისთვის. მაშინ საყურეები მოიხსენით. რატომ ელაპარაკებით ასე უხეშად? დიდი ბოდიში. ფეხბურთის გულშემატკივართა ყურადღება დღეს იტალიის სტადიონებისაკენაა მიმართული. ამ ფოტოებს ეს მოგითხარი. მსოფლიო ჩემპიონატის უდიდესი სენსაციაა გუშინდელი მატჩის შედეგი არგენტინისა და კამერუნის გუნდებს შორის. მსოფლიოს ჩემპიონი დამარცხდა ანგარიშით 1-0. რომელი საათია? 12 უკლია 20 წუთი. ბიჭო, დედას გაფიცებ. აი შვილებს გაფიცებ ხუთს. რა იცოდი არგენტინა რო წააკეთე. სიკოსიანსი ჩავატარე. მასწავლე რა. მასწავლე და პატივის თემა ჩემზე იყოს. ხო იცი გუგული ჯაში ამას არავის დაუკარდა. მაგრამ ძნელია, ყველას არ გამოსდეს. იცი, აი როგორ გითხრა. უნდა ჩაჯდე სავარძელში. წარმოიდგინო რომ სტადიონზე ხარ. მთელი მატჩი უნდა გაითამაშო გონებაში. ორივე ტაიმი. მერე შუაში შეისვენო. როგორც სტადიონზე, დახუჭავ თვალებს და უსტვენ და დაიწყებ. მოწევა ხო შეიძლება? მოწევა კი. ლაპარაკი არა. ისე თუ არ მოწევ, მეტი შანსი გაქვს მოვარტყა. სულ არ მოწევ, მაგის დედაც ვადირი. ჩვენი ტვინი კომპიუტერია. დააპროგრამე და მიუშვი. მოიცა. ბენედიქტე როდის მოვა? დაეჭირე სატყალ ბენედიქტე. აბა? როგორ? სულ დამოიწყე რომ ეთქვა. მოგჭა მაჭირი ჩვენ ოფუყა. ჩვენმა კი არა ჩემმა. ხუთ თომას ვაგროვებთ. სულ 10 გთხოვეს საქმე რო დაშალონ. ოქრო კაცია ბენედიქტე. 7 წელი ბუკმეკერობდა, ერთი კონფლიქტი არ ქონია, აი სულ საათივით ქონა საქმე. მე. გუგული არა? გუგული. შენ მე ფსიქოსინასის ამბავი არავისთან წამო. ბიჭო გიჟი ვარ. ეს კადრები სენაკის რაიონშია გადაღებული. გოგის მირული წვიმების შედეგად მდინარე ტეხურამ 3 მეტრით აიწია. ნაპირები აქ საიმედოდ არის გამაგრებული და თითქოს მოსალოდნელი არ იყო ჯებირების გარღვევა. მაგრამ მდინარე მიმართულება შეიცვალა. მთელი სიმძლავრით შეეჯახა დასავლეთის ნაპირს და წალეკა. დაიტბორა საკმაოდ დიდი ტერიტორია. შეწყდა სატელეფონო კავშირი. ელექტროენერგიის მიწოდება. დანგრეულია ფერმები, საცხოვრებელი სახლები, დაიღუპა პირუტყვი. საფრთხე ემუქრება ადამიანების სიცოცხლეს. 150-ზე მეტი ოჯახი სასწრაფოდ გასახიზნია. შეიქმნა სამთავრობო კომისია. მოსახლეობა ყოველ ღონეს ხმარობს სტიქიისაგან მიყენებული ზარალის აღმოსაფხრელად. თებში კვლავ წვიმს. ალო, სენაკის კოდი და აღმოსკომის თავმჯდომარის ნომერი. ტყუილად ერთხელ მაგმანქანას გაწვიმდება. გაწვიმდება არა, ნახე რამზეა. გმადლობთ. ალო, აღმოსკომის თავმჯდომარეს შემაერთეთ სასწრაფოდ. საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება. ალო, აღმოსკომის თავმჯდომარეს შემაერთეთ თუ შეიძლება. ამხანაგი ოთარაშვილი თათბირს ატარებს. ხო და შედი თათბირზე და უთხარით რომ დამელაპარაკოს. ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე ვრეკავ. მინისტრთა საბჭოდან გირეკავთ ქალბატონო. ამხანა გოტარაშვილთან შემაერთეთ სანამ გვიან არ არის. ვერ შეგაერთებ. თუ რამე მნიშვნელოვანი გაქვს, გადასაცემი მითხარი და გადავწერ.
ხოდა შედით ამხანა გოთარაშვილთან და გადაეცით რომ ახლავე შეწყვიტოს დათვირი და წყალდიდობის დასახვედრად მოემზადოს რომელიც წყალ დაატყდება თავს თქვენს რაიონს. დარალი დიდი იქნება, მოსახლეობა გააფრთხილებს. პირუტყვი დააბინავეთ. ისი ხარ ვიღაცა. კაცო, ვერ გაიგე, გაწვიმდება მე. დიდი რა, გაიარე. დაურეკავ რა თუ შეიძლება. კი ბატონო, რომ დიდხანს უნდა იკევ. ახობაზე მინდოდა. მინისტრს საფრთხეშია წასული. გელაშვილი მინდოდა. ჭერიძეს თხოვეთ. როდის იქნება? ბაზო, როდის იქნება? ბიჭო, ხო მშვიდობა. მოხარა. გაგიჟდები რა. რა იყო? კაციშვილი არ არის სამსახურში. მარტო მდივანი ქალები არიან, რომლებსაც არაფერი არ ესმის. და ვერც ვერაფერს შეაგნებინებ. ყველას ფეხებზე კიდია ყველაფერი. ხვალ, წყალდიდობა იქნება სენაკის რაიონში. აუ, რა მითხარე ბიჭო? კი, მაგრამ შენ საიდან ისი? ჩართავ ხვალ ტელევიზორს და გაიგე. ბიჭო, როდის მერე გახდი საზოგადო მოყვათ? კარგი რა. მომისმინე? ახლა კაი ადგილას მივდივარ. გამოდი, ვისადილოთ და მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. არა უნდა და გამოდი შენ ჩემთან. გამიჯერე ბიჭო, რო გელაპარაკები. გამოდი. რა იყო, რა მოგივიდა? ისაჩენე ზედი სულ ყველანი აქ არიან. ახობაზე რომელია? შავალგაჩო იზრდება ისა. ეხლა რამე რო იყოს, ჩვენი ხვალ გავა. არა, ბატონოთა. ბატონოთა, ვერ მოვისაზრე რომ თქვენს მოგშვიდებოდათ 2 საათია დაგეძებთ. მე? კარგი რამეა ხოს მწვადი. საქმე მოხს თქვენთან. იცით ხვალ სენაკში წყალდიდობაა მოსალოდნელი. ბევრ უბედურებას მოიგავს. ჯერ კიდევ არის დრო. მე არ ვქნა. წავედი. დანამდვილებით ვიცი ბატონოთა. ნუ ნერვიულობ. ბატონოთა. ზომებს მივიდე. ბატონოთა. აი ახლა ნახვამდის. თქვენ ხართ ბატონოთა. რა აზრით ბრძანდებით წყალდიდობაზე? ვიმბრძანდები. გუშინ შინდისის რესტორანში. ნამდვილი მოქალაქე თქვენსავით არ მოიქცეოდა. ყველა ღონეს იხმარდა ხალხის გასაფრთხილებლად. ბოლოს და ბოლოს თქვენს ადგილას პირადად წავიდოდი სენაკში. ავტობუსით წავიდოდი ბატონო და დავეხმარებოდი ხალხს სტიქიასთან ბრძოლაში. მე არც მეხანძრე ვარ ბატონო. და არც მყვინთავი. რა უნდა მექნა? აღმასკომში დავრეგე და ყურადღება არ მომაქცია. ნახევარი დღე თქვენ გეძებდით და ძლივს გიპოვეთ სადღაც შინდისში. მოიცა. რა შუაშია შინდის? ეს მხარე. საიდან ქონდა ცნობები წყალდიდობის შესახებ? ამერიკის ხმამ გადმოსცა ბატონო. არა, მე თქვენ მოქმედებას ვერ გავავარდი. მე ვარ გუგული, კარგი ამბავი მოგიტანე. გეძინა ბიჭო. გეძინა დილიდან გეძებ ბიჭო რა. სოლაკერმა კი გამასწავლა შენი სახელი. 3 თორი მოვიგე. დავატრიალე ფერგენგლის მატჩი და 3 თორი მოვიგე. სულ 5 ნიზლავია, 8000 მანეთია. აი, მოგიდე. აიღე გელაპარაკები. აიღე ჩაიგე ჯიბეში ეხლა. აიღე. ხუმრობ კაცო, მომხელა მატჩი გადახარში თავში. ალბათ მეორე დღეს თავეგისკდებოდა. არა, ბიჭო, იცი რა კარგი იყო. ვისა თამაშე ბენედიქტე ხომზე. გამოუშვეს ბიჭო, რაც გამოუშვეს, რაც ქონდა ორი იმდენი დაადებინეს და გამოუშვეს. არის როგორ ხდება ეგ ამბავი? არის როგორ ხდება? უნდა ვიქეიფოთ და შენ დღეს. მორჩა.
მცალია. დამოწეს კაპიტანი. არა გოგოლი, არ მცალია. არ კიდევ ლაპარაკი მადლობა გოგოლი, არ მცალია, არა. ესპანეთ-უნგრეთის მატჩი უნდა დავადრიალო. აი რა გაგიკეთე? აი მითხარი რა გაგიკეთო? დამავალე რა გაგიკეთო რა? აი კიმს გარებს გაგიკეთებ. რომელი მილიონერი? მორჩა, არ უნდა ამას მეტი ლაპარაკი. რკინის გარებს არა და სამტექნიკას თუ გაგვიკეთებთ, მადლობელი ვიქნები. ბიჭო, გავაკეთებ, აბა, რას ვიზავ? მაჩვენეთ? წამოდით. ეს აბაზანა არის. ოღონდ ყველაფერი მოშლილია. თავიდანაა ყველაფერი გასაკეთებელი. გავაკეთებ. ეს სამზარეულო. არც ცივი და არც ცხელი წყალი არ მოდის. მაღლიდანაც წყალი ჩამოგვივიდა. არა, ხელი არ ახლოთ. თუ მოუშვით მერე ვეღარ დაკეტავთ. გავაკეთებ. მოკლედ გეუბნებით, მეზობელი მყავს, ოქროს ხელები, ყველაფერს ერთ წუთში გააკეთებს. და რემონტსაც მე გაგიკეთებ. არა, რემონტი ჯერ არ გჭირდება. როგორ გქნება? ისე, ჩემო გოგოლი, ძალიან მოგაერთობი შენ. ფეხბურთის წარმოდგენებში ნერვიულ სისტემას ღლის ძალიან. შენ ჯობია მეზობელთან დამირეკო ხოლმე და პირდაპირ გეტყვი ანგარიშს. 93, 98, 93, 98, 97. კენჭი კატა შეიძლება? აბა თქვენ ოჯახს გაუმარჯოს, ბედნიერი იყო ჩემი ფეხი თქვენთან ამ სახლში. მადლობა. სულგაიცუდეთ. არა უშავს. აბა ბედნიერებაში. ამასაც მე გავაკეთებ და სურკინებში ჩაქსვა. დღეს დილის 10 საათზე ანაგის 117-ში მცხოვრებ მოქალაქე ჩლაიძის გარაჟიდან გაიტაცეს 821 მარკის ჟიგული და სანაპიროზე გასეირნება გადაწყვეტეს. გამტაცებლებმა სიჩქარეს გადააჭარბეს, საჭე ვერ დაიმორჩილეს და ავტომანქანა განათების ბოძს დაეჯახა. აი რა დღეშია ავტომანქანა. სწორედ სიჩქარის გადაჭარბება და მოძრაობის საწინააღმდეგო ზოლზე გადასვლა გახლავთ ავტოავარიების ძირითადი მიზეზი ჩვენს ქალაქში. ტყუილს რომ მოკლე ფეხი აქვს და კოკა ყოველთვის ვერ მოიტანს წყალს, ყველა ქართველმა იცის. ხარიტონ კენჭაძეს ერთი შეხედვით ძნელია თაღლითობა დასწამო. თითქოს და არაფერი მომხდარა უჩვეულო. 70 წლის კაცს მანქანა დაეჯახა და მოქალაქე სუბუქად დაშავდა. ასეთი მცირე დაზიანების შემთხვევები ყოველდღე ათეულია ქალაქში, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს გამოფრწმედილ თაღლითთან და გამომძალველთან. ეს ავტოავარია, როგორც ჩვენმა არქივებმა გვიჩვენა, ხარიტონ კენჭაძისათვის რიგით მე-14 აღმოჩნდა. ხარიტონ კენჭაძე ამ ავტოსაგზაო შემთხვევებში თავისი დაბნეულობით კი არა, სრულიად მიზანდასახულად შეგნებულად ხდებოდა, რომელიც ტრავმის ხარისხისა და ავტომფლობელის ფინანსური მდგომარეობის და მიხედვით საკმაო საზღაურს ღებულობდა ყოველი ასეთი დაზიანების შემდეგ. ამჯერად მან თავის მსხვერპლად მოქალაქე ჯუღელის გაზ 24 მარკის ავტომანქანა აირჩია. ინციდენტი გუშინ საღამოს 18 საათზე მოხდა ლენინის ქუჩაზე ვერის ბაღის წინ, სადაც სხვათა შორის ფეხით მოსიარულეთათვის მიწისქვეშა გასასვლელიც არის. კარგი. გასაგებია. ვინ არის ახლა კარგად? ხო. ჯუღა შენ ახარ? მამა შენი სადაა? რა? ახლა დავაბრუნე. რას იპოვი? არაფერი, მერე გეტყვი.
გამარჯობა ხარიტონბიძე. თაზო. ბიჭო, სად დაიკარგე? სულ აღარ მოდიხარ თქვენთან. მაგაზე მე. ახლა ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. ბრძანეთ? მოკლედ, უარი უნდა თქვა დღევანდელ საქმეზე. ჯერ ერთი ფეხს მოიტეხავ. მეორედ, აღარ ჭამენ მაგას, მიგიხვდებიან. ეს ხომ თქვენი მე-14 ავტოშემთხვევა იქნება. დაუშვათ 79. საიდან იცი ბიჭო შენ? ხარიტონბიძეა, ნუ გაგიკვირდება. მე ბევრი რამე ვიცი ერთი დღით ადრე. როგორ მომრავლდით ექსტრასენსები. ძალიან ცუდი ნიშანია. უნდა დამიჯერო. თქვენთვისაა უკეთესი. ნუ გედარდება. ეგ პროფესია მე შთამომავლობით მომდევს. მამა ჩემი ეწლებს უვარდებოდა. სხვა არაფერი შემიძლია. რითია ცუდი პროფესია. ახლა მივატოვო, როცა ოსტატობის უმაღლეს საფეხურს მივახციე? დღეს რამდენი სიმენდი გაქვთ? სად მუშაობს ჯუღელი? აუ, მაგის სიყვარულიც იცი. მაშინ ისიც გეცოდინება, რომ მაგისთვის 1-2-იანი არაფერს ნიშნავს. ზოგჯერ დღეში აკეთებს მაგდენს. უსათუოდ გაიმეტებს, რომ არ უჩილო. კი, მაგრამ მოსიმანეთი რა არის? ლატინასთან მეტყველი ხარ, შენ მაგდენი რომ არ იცი. აქ 20-ზე კი არა, ლაბარაკი. 20,000-ზე, 20,000-ზე. აბარა გეგონა. ხოდა ახლა ხელს თუ შემიშლი, თუ გინდა პატარა სპექტაკლი ნახო. აპლოდისმენტები არაა საჭირო. ეგერ ავტომატ. დარეკავ სასწრაფოში, ამაზე უკეთეს ვერაფერს გამიკეთე. ტელევიზორში გამოგაჭენებენ პატიოსთან სიტყვას გახსნა. ხელი გამიშვი. ჩემი საქმისა მე ვიცი. რას გადამეკიდე? არ წახვიდე ხარიტონბიძე. გამიშვი ხელი. ვაიმე! ხარიტონბიძეა! რა მიქენი? ვაიმე! ხალხო, ხომ დაენახეთ, მენა და მოვდიოდი გასო. თვითონ ჩამივარდა. ვაიმე, რა მოხდა? რა ამბავია? ვაიმე, რა მოხდა? რა მიქენი, ბიჭო, მართლა მოვიტეხე ფეხი. წადი დარეკე სასწრაფოში. ძალიან გთხოვთ დამიჯეროთ, ბატონო. ერთ საათში, ანაგის 17-ში, ორი ახალგაზრდა, გაიუზ მეტრეველი და ელენე პაპანიდი მოიპარავენ მოქალაქე ჩლაიძის ჟიგულს. და 15 წუთში დაიმტვრევიან სანაპიროზე. ძალიან გთხოვთ მიიღოთ ზომები, ეს ყველაზე სასწრაფოა. კი, მაგრამ წინასწარ საიდან იცი რა მოხდება ერთ საათში? მე ტელეპათი ვარ, ბატონო, წინასწარ მეტყველი. ისე რადიკულიც ვერ მოარჩენ? არა, მე უბრალოდ ყოველდღე ვხედავ სიზმარში მეორე დღის ამბებს. აი მაგალითად დღეს თბილისში 5 ავარია მოხდება. 5-ზე საკმაოდ მძიმე შედეგები. ამ პირველზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ ეს ყველაზე მეტად სასწრაფოა. უნდა უშველოთ რაიმე, ახალგაზრდები არიან. კეთილი. ხო. აი მანქანების ნომრები და მათი გვარები, ვინც დღეს საავადმყოფოში მოხვდება. კი ბატონო. აი თქვენ რა გვარი ხართ? სად მუშაობთ? მე ფოტოგრაფი ვარ. თაზონა და რაია. ატელიეში ვმუშაობ აღმაშენებლის გამზირზე. მართალია მოვლენებს მხოლოდ ერთი დღით ადრე ვხედავ, მაგრამ ამ ერთ დღეშიც ბევრი სიკეთის გაკეთება შეიძლება. აი, კი, მაგრამ მარტო საავარიო სიზმრებს ხედავ? არა, როგორ გეკადრებათ? სხვა რამესაც? რასაკვირველია? მაინც რას? მაინც ფეხბურთს, ამინც, ფილმებს. მუსიკით? მუსიკით, დიახ. მხოლოდ შავ თეთრს. ფერად? ფერადი არ მესიზმრება. კი, მაგრამ ჩვენ თუ აქ ლაპარაკს შევყევით, იმ ახალგაზრდებს ვეღარ გადავარჩენთ. ნუ ველავთ, მე უკვე მივიღე ზომები. თქვენი პაციენტია, ბატონო. აი ეს ხალხი გუშინ სიზმარში არ გინახია? იქნებ ეგ ხალხი მაინც გადაარჩინოთ. სია მაგიდაზე გიდევთ. ძმაგათ. პირველად ხარ? ხო, პირველად.
უმრავლესობის პრინციპია. ეგენი ბევრი არიან, ჩვენ ცოტანი. ამიტომ ვართ ჩვენ გიჟები. ეგენი ჭკვიანები. ბატონო ნიკო, ეს კაცი მღელვარის არ აქვს. ასეთები 100,000 დაგვიდის ქალაქში. საქმე ხომ არ დაგუყვან. საავადმყოფოში მაინც ადგილები არ არის, ბატონო. თუ ადგილები არ აქვს, რა გვაქვს თორ სიცხეში? გაუმარჯოს თავისუფლება, ძმაო. როგორ უნდა გაუმარჯოს მაგათ? ეგენი ბევრი არიან. ჩვენ ცოტა ვართ. ლერმონტოვის საათში. ბევრი არიან. დავედით ლერმონტოვში. ბევრი არიან. საჩუქარი. საწყალი იპოლიტეს სასაფლაოც ასეთია. მოდი აქ. ესეც გუგული მოგვართა. Неожиданное начало гонки. ძველი ტელევიზორი სად არის? ძველი წაიღეს, გუგულის მუშა წაიღო. სად წაიღო? მე რა ვიცი სად წაიღო. მაგრამ რკინის კარები, რკინის ფანჯარა. რა ხდება? რატომ ერევით ჩემს ცხოვრებაში? Постараемся показать вам наиболее интересные эпизоды сегодняшних состязаний, ну, с тем, чтобы, в общем, вы проследили весь путь. ვა, ამას ვიწყედავ. ეგ არის რა. ტელევიზორი სად არის? რა ტელევიზორი? ძველი ტელევიზორი. ძველი ტელევიზორი? ახალი ტელევიზორი მოგიტანე, ფერადი ივერია. ხო შენად აჩვენებ, ძმაო. აი ესე, არ მოგწონს? ჩვენ წესიერი ხალხი ვართ, არასოდეს არაფერი არ გვეშლება. ეგრე არ არის ბენოჯან, ა? ძველი ტელევიზორი სადაა? მუშამ წაიღო, სად წაიღო? პუნქტი წაიღო ლერმანასთან, კაც. ხო, დავედით პუნქტში. გაგიჟდა თუ რა არის? არაფერი არ ვიცი. ხვალვე გამიჩენ ჩემ ტელევიზორს. რა მოგივიდა? ახალ ტელევიზორს გიყიდი Panasonic თავის ვიდეო. რა Panasonic-ი? ბებია ჩემის სახსოვარი იყო, გაიგე, სახსოვარი. რა გაყვირებს ერთი ვიცოდე. აგე შენი ტელევიზორი. ჯართათაც არავის არ გამოადგა. კარგი რა მოგივიდა, ავღელდი ცოტა. კარგი რა. გამლახე თუ გინდა. ხაზო. ზალიმ დაგიტოვა. Прежде всего, может быть, наравне вот с немцами, просто обязаны здесь оставить свой след, свою печать на последнем оставшемся этом куске Берлинской стены. Едва Боинг 427 авиакомпании «Панам» вылетел из Венского аэропорта, в посольство США в Москве позвонил незнакомец и предупредил сотрудников посольства о том, что в самолет, следующий по маршруту Вена-Нью-Йорк, подложена бомба.
Боинг немедленно возвратили в аэропорт Вены. В его грузовом отсеке действительно была обнаружена бомба, которая должна была взорваться через полчаса после взлета. Экипаж самолета и 300 его пассажиров, безгранично благодарны тому неизвестному человеку, который позвонил в посольство и спас их от гибели. Кено мале мова. О, მიდი. გადარაია. მოსკოვი 49-ში. გადარაია მოსკოვი 49-ში. Алло. Американское посольство. Вы слышите меня? Записывайте. Сегодня 2 часа 15 минут по среднеевропейскому времени из аэропорта Вены в Нью-Йорк вылетает Боинг компании Pan Am. Немедленно приостановите полет. В багажном отсеке самолета находится взрывное устройство. Записали? Клянитесь. Надарая. Გამომძიებელთა. კიდევ დიდხანს გინდა გვასულებო? არც მეფიქრია. ესე იგი, ჩვენ დავადგინეთ, რომ საზღვარგარეთ ნათესავები არ აყავთ და არც ყოლიათ, ასეა ხო? დიახ, ასეა. რა ქართველი ხარ ბიჭოში? წინაპრების სადღეგრძელო სწავდა არ იცის სად არიან, როგორ არიან? აბაშის სასაფლაოზე. ლალი ჯაშს თუ იცნობ. სხვათა შორის შენი ნათესავია. ნათესავი? ბაბუა შენის ბაბუას. გუჯუჯა ნადარაიას. ზადა ჰქონდა ლიბიაში გასაყიდა. იქიდან ჩამოიყვანა არაბი ცოლი. მათი ქალიშვილი ანეტა გათხოვდა გლეხჩელებაზეც. ხოლო მისი შვილიშვილი მარინე მეორე ბაბუის გარებიძაშვილის შვილი გათხოვდა ვანოჯაშს. ხოლო ვანოჯაშის შვილიშვილი ლალი მასე თუ მოვიძიეთ ნოეთ ჩემი ბაბუა გამოვა და ადამიც. სახუმაროს სულ არა გაქვს საქმე მე თუ მკითხო. ძალიან სერიოზულ ბრალდებას გიყენებ. ამერიკის ბოინგში პოულობენ ნახს. და ამის შესახებ ინფორმაციას იძლევა სამშთა მოქალაქე. რას ნიშნავს ეს?
ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი ღვაწლის საერთაშორისო დაძაბულობის ნეიტრალიზაციისათვის წყალში უნდა გადაიყაროს, ხომ? პირიქით, ბატონო, 300 კაცი და ბოინგი გადავარჩინე. ესე იგი სიზმარში ნახეთ მოსალოდნელი ავიაკატასტროფა, ხო? გასაგებია. ჩვენთვის ისიც გასაგებია, რომ წინასწარ იცოდით სენაკში წყალდიდობის შესახებ. ავტოავარიები, ფეხბურთის ანგარიშები. მე შემიძლია დაუშვა, რომ თქვენ გაქვთ წინათგრძნობა თუ რა ხდება რესპუბლიკაში, ქალაქში. მაგრამ საიდან დაადგინეთ, რომ ვენაში თვითმფრინავი იყო დანახმული, როდესაც ქალაქი და ფეხი არ გაგიდგავს? ასია და რა ვქნა? უში რა ნახე სიზმარში? საქმეც მაგაშია, რომ სიზმარს მარტო საკუთარ სახლში, საკუთარ ლოგინში ვნახულობ. სხვაგან ვერსად. საკუთარ სახლში, საკუთარ ლოგინში. გასაგებია. კეთილი. პატრიცემულო ტელემაყურებლებო, თქვენ კარგად იცით, რომ წინასწარ მეტყველური სიზმრები უცხო არ არის მეცნიერებისათვის, მაგრამ ამჯერად სრულად უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. მედიუმ თამას ნადრაიას ერთი დღით ადრე სიზმრება ყველა ის მოვლენა და ფაქტი, რაც საქართველოს ტელევიზიით გადაიცემა. ვინაიდან საქართველოს ტელევიზია ღებულობს პროგრამა ვრემიას და ცენტრალური ტელევიზიის კიდევ რამდენიმე გადაცემას, ბატონ თამას ეს სიზმრება ის პროგრამებიც, რომლებიც როგორც გითხარით გადაიცემა საქართველოს ტელევიზიით. აქედან გამომდინარე, მან ერთი დღით ადრე იცის ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც სოფლიოში ან ჩვენს ქვეყანაში ხდება. იქნება ეს ფეხბურთი კატასტროფები, გაფიცვები, ტერორისტული აქტები და თუნდაც სილამაზის კონკურსის შედეგები. ბატონ თამას ნადრაიას აქედან გამომდინარე, ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ყოველი ჩვენთაგანისათვის, მსოფლიოს ხალხებისათვის. როგორც ეს პანამის ბოინგის ვენა ნიუ-იორკის გადარჩენის ფაქტმა დაგვანახა. დღეს ბატონი თამასი ჩვენი სტუმარია. ჩვენი სტუმარია აგრეთვე ცნობილი ექსტრასენსი პარაფსიქოლოგიური მოძრაობის ერთ-ერთი პიონერი ბატონი გიორგი ჩხეიძე. ბატონ გიორგი, კომენტარს თქვენ გთხოვთ. კაცობრიობისათვის იდუმალებით მოცულ, ძნელად ასახსნელ ფენომენს წარმოადგენს. ისევე როგორც საერთოდ სიზმარი მიუხედავად იმისა, რომ მას მეცნიერები უხსოვარი დროიდან სწავლობენ. ბატონი თამას ნადრაიას სახით სრულიად უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. პირადად ჩემთვის აუხსნელია თუ როგორ სახიარდება მისი სიზმრები წინასწარ მეტყველურ სატელევიზიო გადაცემებში, რომელთა საშუალებითაც მან ერთი დღით ადრე იცის თუ რა უნდა მოხდეს ჩვენთან, ან თუ გნებავთ მთელ მსოფლიოში. იცით რა, სანამ თქვენთან მოვიდოდი, ფსიქიატრიულმა სამონტყოფომ დამდო პატივი და მიმიწვიეს. სუკმას გამოიჩინა ჩემთან მიყურადღება. 2-3 დღე იქაც მომიწია კამერაში ჯდომა. საერთოდ განთავისუფლების შემდეგაც საკმაოდ არანორმალურ ატმოსფეროში მიწევს ცხოვრება. დამანებეთ თავი, მომასვენეთ. მომეთით საშუალება ისე ვიცხოვრო, როგორც აქამდე ვცხოვრობდი. და მე ვაშკაცურად გეუბნებით, რომ თუ რამე უბედურება იქნება მოსალოდნელი, აუცილებლად შეგატყობინებთ. თუ ღვინო ვერ დავლიეთ მაგაცებთან, თუ ლამასკალთან
ველოდებიან. ამოიყვანა ვინ არის? ჰობა! ძმა ჩამოვიდეს. კი ბატონო. კი ბატონო. Пойдем. თაზო! სად მიდიხარ? ახლა ვემოვა. K-pop. რატომაც არა? ხომ გითხარი, დაანებე მეთქი მაგ ცერცეთს თავი. ლალი რომ ცერცეტი არა ამ შენევრად იცი. ნორმალური ქალი. ჩენში გამთვლი და სწორედ ნორმალური ქალი მოიქცებოდა ასე. შენ დოცენტი ხარ. შენი სტანები 1000-ია თბილისში. თან როგორ მიაღწია ამას შენ ეს ძალიან კარგად იცი. მე ცნობილი ექსტრასენსი ვარ. საკუთარ კლინიკას მთავაზობენ. საზღვარგარეთიდან 1000 მოწვევა მაქვს. შემოვივლი მთელ მსოფლიოს ლალისთან ერთად. როგორც ხედავ, არც თუ ისე ცერცეტი ყოფილა შენი ნაცოლარი. ღირსი არ ხარ რომ გაგლახო შენი. ჯეში თვითონ გასწორდებიან. ვინ მოგცა მაგის ისნაშე? პატივცემულო ტელემაყურებლებთ. დღეს მოსკოვში გაიმართა საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს რიგგარეშე სესია, რომელმაც იმსჯელა საბჭოთა კავშირის შექმნის მდგომარეობასა და სხვა თაზო ნაზარია ფრთადერის სესიაზე გამოდიდა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი კოოპერატივ წინასწარმეტყველიდან გაწუხებთ. სამოკავშირეო ხელშეკრულება, რატი? რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების სფეროს. მანამდე საჭიროა მორატორიუმი დესტაბილიზაციის ასაცილებლად საბაზრო ეკონომიკაზე გადაწვლის პერიოდში. პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ის რესპუბლიკები, რომლებიც აცხადებენ, რომ ახალი ხელშეკრულება მათთვის მიუხედავია. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდენტი პატრონა შე. ასეთი იშვიათი რამე გაჩუქე. იფიქრა წელში გაიმართება. ფულს გააკეთებს და მოხოს რაღაცაში დამალგებათქა. შენკი? რა მე? და დაიწყე სირბილი. ავტოინსპექციაო. მთავრობაო. ია. მთავრობას არ საიკომს, ამე რო შეეძლოს. ასე ვიქნებოდი დღეს. ხომ გაგაკანეს ფსიქიატრიულში. დაემკვიდრეთ, ნადა. ნახალსეს. ჩემთვის არაფერი გიჩუქნია. 400 მანეთი წამცინცლე. დამიბრუნე ჩემი ფული. აი შენი ფულა. გაიგეშო ჩერჩედო შენ. რაც მოსახდენია ის მაინც მოხდება. რამდენი სარნა იხტუნაო. არაფერით. ბოინგი ხომ გადავარჩინე. გადავარჩინე თუ არა? რა ბოინგი ძინგლიანო შენ. შაურია გიგია ჯიბეში. სოგის კამერა როგორ მოგეწონა მითხარი ერთი. მისგადას ხო? თითიც არ დაუკარებიათ. ხო, მაგიშვიდი ვარ დაგიჯერებილები. გეუბნები არ უცემი ვართ. ახლა კი გაილახება ვიღაცა. აბა გამედე დაინაყავ მასხის. ამხან შევირხან. ამხან გიხაპერანგი. გავა. Алло, экстрасенс Назарая Язбин.
არა ბატონო, კირილე კვინტრაიას ბინაა. უგასრავად, თაზანა და აქაც ცხოვრობს? არა. აგიმის ხესაკაც ცხოვრობსო? აღარ ცხოვრობს, კი. გადავიდა. მაპატიეთ, ნადარაიას ბინაა? დიახ, კალბატონო. თაზო ნადარაია გისმენთ თქვენი მონამორჩილი. თქვენი რჩევა მჭირდება. გონი ხვარი მღალატობს. ერთ წუთსაც არ გავაჩერებ სახში, თუ საყვარელი გაიჩინა. მაგას რა თქმა უნდა. რა საგვირველია? როდი შეიძლება თქვენი ნახო? როცა მოისურვებთ. თუ გნებავთ ღამის 3 საათზე. არ მოგერიდოთ. მე რა ყველაფერს მეტყვი ჩემი ხმის შესახებ. გუშინ 11 საათზე რესტორან ორიანტში ჩხუბის დროს მოკლეს ცნობილი ექსტრასენსი თამაზ ნადარაია. დაგავებული არიან ჩხუბის მონაწილეები. გამოძიება იმედია დაადგენს დამნაშავეებს. მე ვარ გუგული. სადა ხარ ძმა ამდენი ხანი, ჰა? რაც ხელადაცო. მოკლედ, ჩემო კარგო, დიდი ნიძლავებია. ავსტრია, იტალიის მატჩი უნდა დავატრიალოთ, ანგარიშია საჭირო. რა იყო? დღეს 11 საათზე უნდა მომკლა რესტორან ორიანტში. ჰა? სიზმარი ნახეთ რა არის? და თუ არ წახვალ რანაირად მოკლავ? წავალ თუ არ წავალ მაგას რა მნიშვნელობა აქვს მოსახდენი მაინც მოხდება. დღეს თელი საღამო მე და შენ ერთად ვიქნებით, ერთი წუთითაც არ დაგტოვებ. სასმელი გააქვს შენ? კი. მორჩა. მაშ 11 საათზე არა? იცი რა? მოდი ამით იმას გაუმარჯოს, ვინ შენ უნდა მოკლას. გაუმარჯოს. ესე იგი შენ კვლევ გაუმარჯოს. ნეტო ვის რა დაუშავე. რა ვიცი. არ გაინტერესებს ვის რა დაუშავე. აინტერესებს. უნდა გავიგო. გავიგოთ. მივდივართ ორიანტში. მივდივართ. დავედით. ნახოთ ვინ რა ფეხებს მოგჭამს. ჰაი! Vai scendere qui. Ha potuto le venire. Oh, sai. Tieni tu. Carghi ya. Hai! Kalbatonebo da batonebo. Chemo saqorebo ქართველებო. ერთი ბიფშტექსი დავათოხლავე და 3 ბოთლი კახური თავახოლე. ჭიბეში გახურეთილი კაფეით არა მაქვს. სურველებს შეგიძლიათ გადაიხადოთ. შენ დავყარ. ამას ვიცნობ. ერთად გაგვაქანეს საგიჟეთში. რაც გინდა შეუკვეთეთ, მო. ჩათვალე რომ გადაფრინია. ბოდიშ ვიხდი. ეს ჯიგარი ჩემი ნაცნობია. თოთ მოვდანდეთ ჩვენ სუფრასთან. თაზო.
უკაცრავად. დაგენაცვალე. გამარჯობა. გამარჯობა. გუგული. აზური. დაჯექი გენაცვალე, დაჯექი. როგორ ახარ? გამოგიშვეს? საგიჟეთიდან. რომ გამომიშვა, ჩემო თაზო სადღაც წავიდე. უმცროსმა ძმამ ცოლის მოყვანა დამასწრო. 5 შვილი უკვე გააჩინა. ერთმა გაუზარდოს. ოროთახი 9 სული ალზე ხარ. აბა ნავდირი საგიჟე იქ ხარი, აი. ამ ჩემ საგიჟეში თქვა რა თავა. თავის ძუზე სადილი, ვახშამი, თანაც მუხტა. როცა ხუში მაქვს, გირონტას ერთ მანეთიანს ვიცი, სანიტარია. ხოდა შედის დავსე. რა ქვია? აზორი. აზორ ჯიგარო, კარგად მოწყობილი ხარ. უგესესი არ შეიძლება. აუ, წავიდა. ის კანი, ჩემთან ერთად რომ ცეკვავდა, ჩემი კანონიერი ცოლია. ხოდა მორჩი ახლა მაიმუნობას. რაღაცებს რომ ანიშნებდი, შენ გონია ვერ ხედა. მე ვანიშნებდი არა? დიახ შენ, რმაკი არა ვარ. მორჩი ახლა მატრაპაზობას. ყველაფრის ჭიშრელი ვარ იცოდე. მეგობარო, ერთი დამანახე რა შენი თოლი რომელი. მე ლამაზი ქალების გიჟია. შენ არავინ გეკითხება დეტიე მან. კარგით რა ხალხო, ვიქეიფოთ რა. მე მგონი ფრენავის ეფშიდან იყო, აი. ეხლა ეგ ნორმალურია და მე გიჟი. კაზო, გინდა ეხლა ავდგე და გავლა. კარგი რა თუ ძმა ხარ. შარია ვერ ახედავ კაცო, მოდი ვიქეიფოთ რა. აი ამით ჩვენ გაგვიმარჯოს. მართლა ლამაზი ცოლი ყოლია საცოდავს. რა თქვა მიიყო თუ არა ჩემ თორ შეეხვინებდი. მაბატონო. დამანებე თავი. რას გადაიკიდე? მომეშვა. შენად. დამანებე თავი. დაუჯერე რა შეკაიგას ოჯახობას. ჭკვიანი კალიჩან. მეუბრებო. მე დღეს საგიჟიდან გამოვიპარე. აი ეს კაცი დამემოთდება. ერთი ამიხსენი. რატომ ვითვლები მე გიჟა და თქვენ ჭკვიანებად? იმიტომ რომ ბევრი ხართ. ვინ გამოგზავნა? ინკოგნიტოა. მოდი აი ამ ჭიქით. ვინ ჩვენ გვიყვას, ყველას გაუმართოს რა. გამოდი. ამ ქვეყანაზე რა ის გულში ყავს რა. მაშინ მე ერთი ლამაზი ქალის სადღებს შეგენაცვალე ძმებო. იჟე ბონეტავი ჩვენა. ერთი საგიჟეთის ამბები მოგვიყევი რა. თქვენი მათხოვარი ვინა? მე ექიმი ვარ. ვაიმე. ეშლება რა მე? ექიმო. პულსი არ ესინჯება. როგორ ახარ? ბორჯომი დამისხი რა. 2-3 დღე უნდა იწვე. ტვინის შერყევა გაქვს. რა მომივიდა?
აგური დაგცემია თავზე, პეწუზე გადარჩი. შენი სიკვდილის ამბავი ტელევიზიითაც გამოაცხადეს. მომეწე. გამომართე. რა? ძალიან გტკიფა? ჰა? ცოტა. ვა, თაზო? გამომარჯოს. თაზო, რა ამბავია საიქიოს? ცხოვრება შეიძლება თუ აგჯობია, ჰა? გამარჯო. თაზო, გენაცვალე. ლუც ხომ არ მიიღარ? თაზო ერთში დაგვილია რა? თაზო, ერთი წუთი დაგვიწია. მოდი რა გასო. თაზო, თაზო. მოვალ. გელოდები სიცოცხლე. დაშვები კაცო, გადაერიე? ადამიანის პირველი მტერია ტელევიზორი. სწორი ხარ, თაზო, შენთანა ვარ. არ გახსოვს ტელევიზორით რა კარგი იყო. ყველა ერთად ვიყავით. რა ქეიფები იმართებოდა. რა დროს წარება ვიცოდით. რა ჩხუბები იყო ხოლმე, ა? ახლა კი ჩავიკეტებით ჩვენ ოთახებში და მივჩერები ვართ ამ ტელევიზორს. სხვა აღარაფერი აღარ გვაინტერესებს. Кого ты обманываешь? Выбросил старый телевизор, а цветной рубин оставил. Выбрасывай его. Ну-ка, давай, давай. Тазо, что случилось? Выкинул старый телевизор. Что? Вот и чем-то. შენ მართლა ექსტრასენსი ხომ არ გონია? მთელი საიდუმლოება იმ ტელევიზორშია. შემთხვევით ვიყიდე ძველი ტელევიზორი, რომელიც ერთი დღით ადრე აჩვენებდა მეორე დღის ამბებს. როგორ ერთი დღით ადრე? არ ვიცი როგორ. ვერავინ ვერ ამიხსნა. უსიამოვნება კი რამდენი მოგვიტანა შენს კარგად იცი. დავდექი და გადავაგდე. თაზო, შენ ასეთი ტელევიზორი გადააგდე? ადექი ეხლა რა შემოიტანე? ადექი. გახსოვს შენ რომ მითხარი ჩემი თანაცოლი თუ გაწყობს. გაწყობს. ეს რა გადაცემაა? არ ვიცი. Из космоса вернулся на Землю первый сын неба Юрий Гагарин. არა მგონია. მე მგონი ჩვენ ტელევიზორი წარსულზე გადაერთო. უცნაურია. Родные мои соотечественники, разрешите мне принести искреннюю благодарность წავედი მე სამსახურში. ბეჟან დამანებეთ არის. მე ბეჟანი ვარ გოგო. შესვენებაზე მოვალ. მოდი, თამარ. მომე რა ეხლა მე რა. მოდი. მომე რა პარ. აბა ბეჟანი კოჩელი. მოდი, ეიზე დაბლაბია. თამარ, თამარ. ამ თუ შენ გინდა. კარგი, ჰა, და. აბა. შეხედე, რა ყოჩაღი ბიჭია, ყოჩა. არაფერი. გასატეხი უნდა გატყდეს ბედნიერების ნიშანი. კარგი ერთი. წესერათი თამაშე მეთქი. აჰა, შენი ბურთი, მე კიდე ჩავტეხოთ ფანჯარა. მობრძანდით. ქალბატონო ქსენია. ახალ წელს დილოცა.
ჩვენს გილოცავთ, მადლობა. დიდი მადლობა. დაბრძანდი. არა უშავს. ახლა მოგახსენეთ ხალას მოვაწვე. როგორ შეხვდით? წარმოგიდგენიათ რა დღეში ვართ ბეჟანის ხელში. მივხვდი. გუგული შენახარ? გამარჯობა. გილოცავ. ეს გილოცავ. 12 საათზე 2 ეჭვი და ვიგრიო. 2 ეჭვი და ვიგრიო 12 საათზე. მოსულა? მოსულა. Добиваемся в жизни, а потом учим детей всему, что умеем сами, что кажется нам важным, необходимым. Стараемся передать им... Тазо, это ჩვენ ძველი ტელევიზორი რასო ჩვენებს ახლა? არ გაინტერესებს? აბა ჩამოჯიქია? ასე. ლალი, მოდი ნა. უმერა საშინელება. ეთქობა ფანტასტიკა არა? შეიძლება ეხა ახალ წელს ამის ჩვენება? სახლიდან. აი თაზო, უკვე 12 გახდა. ბეჟანიკო, ჩქარა. მოდი. მოდი. ასე. აბა, გილოცავთ. თაზო, ახალი გილოცავ. დაოჯახებას გილოცავ. მადლობთ, კირილოვიძე. ისე ლაპარაკები, თაზო. კირილია კვინტრაია. ვინ კვინტრაია? მე რა გეტყვი? გოზინაკი მიაწოდეთ ერთმანეთს. მიაწოდე გოზინაკი ქმარს. მე მივაწოდო? აბა მე როგორ მივაწოდე ტელევიზორიდან? თქვენ გადააკეთეთ შენელას. და ასეთ გვილა დამიგერდეთ. დაგიგვერდათ? დაუჯერეთ კირილას და ერთმანეთს გავუსხივლეთ. ბატონო კირილე. ვერ მიცანი? ვერა. თაზო ვარ, ნადარაია. ტელევიზორი რომ მიყიდე. ტელევიზორი. როგორ გეშლება თქვენ? როგორ უნივერმაგში შევხვდით ერთმანეთს? არ მახსოვარ. არ გახსოვა? არა.
რატომ ბრაზო? კი, მაგრამ მეგრულს გასწავლიო, რომ დამპირდით? იცი რას გეტყვი, ხმადრივ, არ ვიცი მე მეგრული. დედამენა მეყო თავი. გაფუჭდა ტელევიზორი ბატონო კირილე, რას უჩვენებს ღმერთმა იცის. რას გადამეკიდე ვინ ხარ ბიჭო შენ? ბატონო კირილე. ბატონო კირილე.